შემდგომ გათენდა და გავიგეთ ყველამ რომ რუსთაველის ასე ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის გვამი სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები და გავცელდა ხმა რომ თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის ასე ვთქვათ ზემოქმედებით დაიღუპენ სულიკო ასათიანს მე პირადად ვიცნობდი და არაერთხელ ვნახე ამ აქციების დროს აქციები მოგესალმება ტარდებოდა აქ რუსთაველზეც ტელევიზიასთან და სულიკო იყო ასე ვთქვათ ძალიან ერთ-ერთი აქტიური ადამიანი უფალმა გაანათლოს მისი უკვდავი სული და ის ვანის ჯგუფის თუ შეიძლება ითქვას ხელმძღვანელი იყო და რაღაცა კომუნიკაციაში ვიყავით ერთმანეთთან როდესაც გავიგე ეს ამბავი მონებრივია და ამინტერესდი მოვიკითხე ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ რომ დილით 27-ში სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში მიაკითხეს დილით და ქუთაისში გამოუცხადეს რომ პაატას დენით გარდაიცვალა და ახალგაზრდა კაცია პაატა და უთხრა რომ სულ დაწვითო რეაქცია ქონდა ასეთი რომ იმდენად ვოროტები იყვნენ ინსტინქტურად უთხრა რომ თლიანად დაწვითო ისა თუ დატოვეთ რამეო მოკლედ რაღაცები აუხსნეს რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა მოკლედ მან მოითხოვა წყალი და აქ დაუშვა დიდი შეცდომა დალია წყალი და ამ წყალში როგორც აღმოჩნდა გაურიეს რაღაცა ნივთიერება მე რასაც ლაპარაკობ ამაზე ყველაფერზე პასუხს ვაგებ და პირადად თუ არა ამისი ასე ვთქვათ მომსწრე შემსწრე და ამ ახალგაზრდას ამის გამო შემდგომ დაემართა სერიოზული ასე ვთქვათ ფიზიკური და ასე ვთქვათ ჯანმრთელობის პრობლემა რაღაცა გაურიეს ნივთიერება რომელმაც მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა დადგა შემდგომ დრო როდესაც ცხოვრებული სულიკო უნდა დაესაფლავებინათ უნებრივია მე ვიყავი დასაფლავებაზე ჩასული და ძალიან საინტერესოა ის რომ როცა მივედით დასაფლავებაზე ძალიან გაკვირვებული დავრჩი რომ რა ვიცი 10-15 კაცი თუ იქნებოდა ეზოში რა და გამიკვირდა კაცო მეთქი ხوار დავაგვიანეთ ამ დროს დრო ისე იყო გათვლილი რომ არ უნდა დაგვიანებოდა თქო დასაფლავებამდე მოვიკითხეთ და მითხრეს რომ ბატონო უკაცრავად ერთი წუთითო თუ არ შეწუხდებითო გვერდზე გამოვყევითო გავყევით გვერდზე სადაც ცხონებული სულიკოს ოჯახია გვერდით არის პატარა ორღობე და გვერდით არის ყოფილი სკოლის შენობა პატარა 4 წლიანი სკოლა იყო ადრე იქა და იქ ეყენათ კამერა ორი ადამიანი იყო რომლებიც იწერდნენ ყველაფერს და მითხრეს რომ აქ ვინ მოვა დასაფლავებაზე კაცო რაც ჩამოასვენეს მიცვალებულიო აი კამერა დგას და იწერენ ვინც მოვა სამზიმარზე ოჯახზე მე საღამოს მიდიან სახლში და აშინებენ რომ ესე იგი არ გაბედოთ მისვლა ისინი არიან მოღალატეები კრემლის შემოყვანა უნდათ საქართველოში და რაღაც ამ მსგავსი მოკლედ შევედი ოჯახში ასე ვთქვათ მიცვალებულის პატივსაცემად და ქალბატონი შორენა რომელიც ნამდვილად ქართველი ქალის ნამდვილი დედის მაგალითი შეიძლება იყოს ბატონი სულიკოს მეუღლე მეუბნება ეგეთ რაღაცას რომ დათო გული ხო გაქვს ძლიერი ხარი რა ვიცი მე მგონი კი მეთქი და რაღაცა უნდა გაჩვენო რა და თუ ისაო მაშინო შეიკავე თავი მოთხარი არა მეთქი და მივიდა მიცვალებულთან მივედით ცხოვრებულთან გადახადა მიცვალებულს ჩემი თვალით დავინახე რომ ადამიანს თვალი ქონდა გამოთხრილი მარცხენა თვალი და დაფარებული ქონდა თეთრი ასე ვთქვათ სპეციალური რაღაცა ხსნარში დამუშავებული ის იყო რა ქვია ბინტი ყელი ქონდა გამოგლეჯილი ანალოგიურად იქაც ქონდა დაფარებული ხელები ქონდა დამტრეული და მითხრა რომ აი ეს არის ხო დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაიგეთებიაო ადამიანისთვისო ნუ მოკლედ აი ესეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის რომ ეს ადამიანი აქ არც დენს მოუკლავს და აქ არც შეტაკებაში არ დაღუპულა ის წაიყვანეს და როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია და უბრალოდ ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია სამწუხაროდ
ცხეთის იზოლატორში აწამეს და იქ წამებაში თუ შეიძლება ითქვას ასე ამოხადეს სული. ამის შემდგომ ოჯახმა რა თქმა უნდა დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ნუ ეს ნაციონალები ამ დროს ხელისუფლებაში არიან, ისინი არიან თუ შეიძლება ითქვას ცხენზე, როგორც იტყვიან, ზეფთოვანი ქართული გამოთქმა არის და აშინებენ ოჯახს. რა თქმა უნდა, მე ჩართული ვარ თავიდან ბოლომდე ამ პროცესებში, კომუნიკაცია, რაღაცა ეს პაატა მდგომარეობა ყოველდღე უფრო უარესდება, აი ამის გამო წყალი დაალევინეს. მეზობლები არ კონტაქტობენ, ძალიან ერიდებიან, ნათესავებიც ერიდებიან მისვლას მასთან. აი ესეთი მდგომარეობა იყო რეალურად. და წამოვიყვანე პაატა თბილისში, მივიყვანე სამკურნალო დაწესებულებაში, ჩაერიდნენ ექიმები და ნუ მისი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, დასტაბილურდა, გამოვიდა მდგომარეობიდან, მადლობა უფალს. ოღონდ ეხლა დაიწყო უკვე ადგილზე ყავდათ ერთი დეპუტატი, რაც ნაციონალურ მოძრაობას პაატა ლეჟავა, რომელიც ჩასახლებული იყო ფაქტიურად ასათიანების ოჯახში და ასე ვთქვათ, ხან ტკბილის სიტყვით, ხან მუქარით, რომ ესე იგი თუ არ გაჩერდებოდნენ ესენი, ასე ვთქვათ, და არ დაანებებდნენ ამ საქმის მოკვლევას თავსთან ეუბნებოდა, რომ ამ ლორტკიფაინძეს დაანებეთ თავი, ახლა ეგ თქვენ რაღაცას გეუბნებათ ისე, რომ პოლიტიკურად უნდა რაღაცა ქულები დაიწეროს, რაღაცა ეს სისულელეებს და არაერთხელ პირდაპირ მნიშვნელობით მიუტანა ოჯახში თანხა. რომ აიღეთო ეს თანხაო და ასე ვთქვათ, ჩათვალეთო, რომ ჩვენ სახელმწიფო გეხმარებითო. რა თქმა უნდა, ოჯახმა ამაზე უარი განაცხადა. ექსპერტიზის დასკვნა არ მიუტანეს ოჯახს. ოჯახმა სთხოვა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ჩავატარებთო და თუ სახელმწიფოს ექსპერტიზის დასკვნა დაემთხვევა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას, მაშინ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მათ არ გააკეთეს. 2012 წლის, ასე ვთქვათ, არჩევნების შემდგომ ბუნებრივია ჩვენ იცით რომ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და ოჯახმა მთხოვა, მე პირადად გავაკეთე განცხადება საქართველოს პარლამენტის სტომაზე, თხოვე გენერალურ პროკურატურას, რომ მიეცათ უფლება დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაეტარებიათ. ყველა ვიცნობთ ბატონ გეჯაძეს, დამოუკიდებელი ექსპერტი. 2 წლის შემდგომ მოხდა გვამის, ასე ვთქვათ, ექსგუმაცია, გადმოვასვენეთ ქუთაისის პროზექტურაში, აიღეს ანალიზები, ასე ვთქვათ, ბიოლოგიური ანათალებების, რაც იყო აუცილებელი და როცა ჩამოვიდა, ასე ვთქვათ, გეჯაძეს დამალული არ არის ყველა მიცის, ის რაც უნდა შეედარებია ძველ ანალიზებთან, აღმოჩნდა, რომ 2012 წლის მაისის თვეში უკვე ცნობდნენ, რომ ისინი არჩევნებს წააგებდნენ, იმიტომ რომ 2012 წლის 11 ოქტომბერში გახსოვთ ბატონ ბიძინას ცნობილი განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით და უკვე ესენი ძალიან შეშინებულები იყვნენ და დაიწყეს გასუფთავება, ასე ვთქვათ, თუ რაც კი მოუხერხდებოდა და ეს ლაბორატორიული ისინი გაანადგურეს ყველაფერი. ანუ რეალურად შესაძლებელი ახალი ანალიზები ძველთან ფიზიკურად აღარ არსებობდა რა.